დღეს გასწავლით როგორ გავაკეთოთ ბაფთებიანი ყელსაბამი. მამცვით ჯერ ბაფთები უნდა გავაკეთოთ და დაგვჭირდება 2 ან 3 მმ-იანი ბისერები, უნდა ავასხათ 15 ცალი, შემდეგ შედარებით დიდი ბისერი, შემდეგ ისევ 15 ცალი. ეს ბისერი უნდა იყოს შედარებით დიდი ხვრელი უნდა გქონდეს, რადგან მოგვიწევს გავატაროთ სინა მასში რამდენჯერმე. შემდეგ მეორე მხარესაც იგივეს გავიმეორებთ და ბაფთის დაბოლოებებზე ავასხავთ 10 ცალ ბისერს და სტოპერით გავუჩერებთ ბოლოს. ასევე გავიმეორებთ მეორე მხარესაც და მოვაჭრით ზედმეტ ძაბს. აი ესეთ გამოვიდა ჩვენი ბაფთა და ასეთი სულ 3 ცალი უნდა დავამზადოთ. შემდეგ გავიღებთ ისე სასურველი ზომის მსინას, გავატარებთ ეს ყველაზე დიდი ბისერი, რომელიც იყო იმაში. მე ყველა ბაფთის ორივე მხარეს ნახეთ 3 ცალი წვრილი შედარებით წვრილი ზომის ჰემატიტი დავამატე. შემდეგ 15 ცალი უკვე 4 მმ-იანი განსხვავებული ფერის ბისერი ავიღე და თითოეულ ბაფთას შორის 15 ცალი ბისერის დაშორება გავაკეთებ. ასე გავიმეორე სამივე ბაფთაზე, მათ შორის 15 4 მმ-იანი ბისერია და აი ასეთი გამოდის ჩვენი ბაფთებიანი ყელსაბამი. შემდეგ უკვე დაბოლოებაზე, ანუ გაგრძელებაზე ავასხი ისე 15 4 მმ-იანი შავი ბისერი და მათ შორის რატომღაც ვიფიქრე, რომ ძალიან მოუხდებოდა გამეკეთებინა ისე 1 ცალი ჰემატიტი და ვფიქრობ ძალიანაც მოუხდა. აი ესეთი გამოდის ჩვენი ყელსაბამი, აი ეს ჰემატიტი დავამატეთ და სასურველის სიგრძე თქვენ ამას თავად შეერჩევთ. გავუკეთებთ ყელსაბამს, დაბოლოებაზე ასევე 3 ჰემატიტი გავუკეთე. ეს სტოპერები არის და გავუკეთეთ ასევე შესაკრავი. აი საბოლოოდ ასეთი გამოვიდა ჩვენი ბაფთებიანი ყელსაბამი და შეფასება თქვენთვის მომინდია. ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა.